გამარჯობათ მეგობრებო ქართულ საზოგადოებას ქართულ ერს მოგესალმებით სრულიად საქართველოს მინდა იგორ გიორგაძეს ინტერვიუ რომელიც მე დავდე როგორც ჩემს ისტორიის ისე ჩემი Facebook პირად გვერდზე ქართველი ერისათვის მეტი სიცხადე შევიტანო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ. სანამ 1993 წლის 31 მარტამდე მივალთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის იმ ტრაგიკული დღეს სრულიად საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის მე მინდა დავბრუნდი 1991 წლის 25 მაის 1991 წლის 26 მაის დაგეგმილი იყო პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს რესპუბლიკაში პირველად საქართველოს ისტორიაში და შევარდნაძის დაკვეთით და კრემლის მესვეურთა დაკვეთით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალების სპეციალური დანიშნულების გრუს დაჯგუფების 5 სპეც დანიშნულების სახური გამოაგზავნეს ვითომ და რეფორმატორთა პრეზიდენტის კანდიდატი ვალერიან ადვაძეს დაცვის წევრად რეალურად შევარდნაძის დაკვეთით და კრემლის მესვეურთა დაკვეთით 1991 წლის 26 მაისს უნდა მომხდარიყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია, სიცოცხლის ლიკვიდაცია. საბედნიეროდ 1991 წლის 26 მაისის დილის საათებში საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მაპატიეთ საიდუმლო სამსახურის მიერ რომლის უფროსი იყო ჩემი ძმა თამაზ ხუციშვილი და ეროვნული გვარდიის დაზვერვის სამსახურის ერთობლიობით მოხდა გენერალური შტაბის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელთა აყვანა. მკვლელთა